მოგზანდები. ყველა მუსლიმს გილოცავთ რამაზან ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს. თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს გისურვებთ მშვიდობას, სულიერ სიმტკიცეს, ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულს, წინსვლასა და კეთილდღეობას. და ერთ თქვენ მიერ შესრულებული ერთთვიანი მართვის ყოველდღიური ლოცვისა და ვედრების მადლი ეწიოს ჩვენ სამშობლოს, გამთლენებისა და აღშენებლობის გზაზე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ისტორიულად საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ხარმული ლოცხოვდნენ სხვადასხვა ეთნოსის და აღსარებლობის ადამიანები და ერთად ზრუნდნენ ქვეყნის განვითარების და აყვავების გზაზე. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. საქართველოში რელიგიის თავისუფლება დაცულია კანონმდებლობით და სახელმწიფო თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობის დადგენილი წესით. სახელმწიფო არ დაუშვებს რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას. მიამაყება, რომ დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში და უშუალოდ ბატონი პრემიერის დამსახურებით შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. მთავრობის დადგენილებით მუსლიმ, ებრაულ, სომხურ და კათოლიკურ თემს გამოიყო დაფინანსება. გადაიდგა არაერთი რეალური და ქმედითი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტულად მუსლიმთან მიმართებაში. დღესდღეობით გადაცემულია 66 მეჩეთი სახელმწიფოს ბალანსზე არსებული. სულ რამოდენიმე თვის წინ ბათუმში, დასავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბატონი პრემიერის ინიციატივით და უშუალო გადაწყვეტილებით დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გადაეცა მედრესისთვის არაჩვეულებრივი შენება და სამმართველო რეზიდენციის, რომელიც სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, სულ რამოდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კომისიის დასკვნა მსოფლიოში არსებული რელიგიის თავისუფლების შესახებ და მინდა სასახელოდ დღევანდელი ხელისუფლების ჩემთვის და ჩვენი ქვეყნის სასახელოდ თქვა ხმამაღლა განაცხადა, რომ რელიგიის თავისუფლების კუთხით საქართველოს წარმატებული ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში, პოსტ-აპოკალიფსისში და შუა აზიის რეგიონში. აღნიშნული დოკუმენტაცია და დასკვნა მზადდება უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტის კონგრესის და სახელმწიფო ვერტიკალისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის, სულთა და გულით გილოცავთ ხვანდელ ბაირამს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესო. მინდა გამოვხატო გულწრფელი სიხარული იმის გამო, რომ დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ. ჩვენ გვაქვს მართლაც საამაყო ძმობა. მალე დასრულდება რამაზანის თვე. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს წმინდა თვე თითოეული მუსულმანისთვის. და ვიცი, რომ თქვენ განსაკუთრებულად ასრულებთ ღვთისმსახურებებს, ეხმარებით უმწეოებს, ავადმყოფებს, ობლებს და ეს არის ძალიან დიდი მადლი. ჩემო ძმებო, ჩვენ გვაქვს განსხვავებული სარწმუნოება, მაგრამ სწორედ ეს ჩვენი განსხვავებულობა და ჩვენი ძმობა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. სწორედ ამით არის გამორჩეული ჩვენი ქვეყანა. და ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხართ, არამედ თქვენ ხართ ხიდი თელს ისლამურ სამყაროსთან, რაც დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი ქვეყანა არის მართლაც გამორჩეული რელიგიური შემწყნარებლობით, ტოლერანტობით და სწორედ ჩვენი სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ემსახურება საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტობის როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარებას და მის პატივისცემას. ბატონმა ზაზამ ახლა აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ოფიციალური კვლევის შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების, სადაც ნაჩვენები არის, რომ საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა მართლაც რელიგიის თავისუფლების კუთხით. ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა, სწორედ რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტობის კუთხით. ბატონმა ზაზამ ახსენა, რომ ჩვენ გასულ წელს შევქმნით, უბრალოდ 2 წლის წინ დავიწყეთ რელიგიის სააგენტოს შექმნაზე მუშაობა, ჩვენ შევქმნით, ეს დაიწყო ჯერ კიდევ ბატონი ბიძინევანიშვილის დროს და ეს არის ყველაზე სწორი ფორმა. ჯანაბ სახელმწიფოსა და რელიგიასთან შორის. სწორედ ჩვენ აღვადგინეთ ის ტრადიციული მიდგომები ჩვენი დიდი წინაპრების მუსულმანების მიმართ, ის ძმობა და ის სიყვარულის პატივისცემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და იარსებებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვიცი, რომ ბევრი ევროპული სახელმწიფო, ბევრი ქვეყანა მსოფლიოში სწავლობს საქართველოს მაგალითს, თუ როგორ ვახერხებ თანაცხოვრებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. მან onu და ქრისტიანები და მუსულმანები. ჩვენ გვაქვს ერთი საიდუმლო. და სწორედ ამ საიდუმლოთი ვახერხებთ
ასეთ ჰარმონიულ ურთიერთობას და თანაცხოვრებას. ეს საიდუმლო არის სიყვარული. და სადაც სიყვარული ღმერთია. ღმერთი აერთიანებს, ჩემო ძმებო. და სწორედ ჩვენ ამ სიყვარულის ურთიერთპატივისცემის გზით უნდა ვიაროთ ყოველთვის. ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება მაშინ, როცა არ არის სიყვარული. როცა არ არის ურთიერთპატივისცემა. მაშინ ჩნდება ყოველგვარი, ყოველი ასე ვთქვათ, გაუგებრობა, კონფლიქტები, პრობლემები. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს პრობლემები არ გვაქვს და არც გვექნება. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი. ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის შვილები, ამ მიწის შვილები. ასე რომ მე მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო სიყვარული გაგვაერთიანებს და გააძლიერებს ჩვენს ქართულ სახელმწიფოს. მე მინდა მთელი გულით მოგილოცოთ დამდეგი რამაზან ბაირამი. იცოდეთ, რომ ყოველთვის მე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თქვენს გვერდით ვიქნები. მე მინდა გისურვოთ მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, კიდევ ერთხელ და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის, რომ თქვენ დღეს მარხვასთან დაკავშირებით გაგვიმართეთ ჩვენ ვახშამი და გაგვიმასპინძლით. ჩვენ მუსლიმ თემს ასმალგად გვახარებს ჩვენი სახელმწიფოს ასეთი გულწრფელი და თბილი დამოუკიდებლობა მუსლიმების მიმართ. ჩვენ ხომ საქართველოს როგორც სისხლით, ასევე ხორცით განუყოფელი ნაწილი ვართ და ერთმანეთის ჭირსაც და რხინსაც ხომ გულით ვიზიარებთ. მიუხედავად თქვენი დაპირთული სამუშაო განრიგისა, მუსლიმები ბატონო პრემიერო თქვენ არასდროს უყურადღებოთ არ დაგიტოვებიათ. მუსლიმთათვის მარხვის თვეში პირველად დაწესდა ეს თქვენი მთავრობის დროს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მარხვასთან დაკავშირებით ვახშამი და ამაზე დიდი მადლობა მინდათ რომ გადაგიხადოთ ბატონო პრემიერო. სწორედ ასეთი ჰუმანური და ადამიანური ღირებულებებით დაპირთული მთავრობის ქმედება მოსწონთ და ახარებ დიად ღმერთს. ღმერთმა დაგლოცოთ. სწორედ ესაა ჩვენი დროის ზნეობრივი და სულიერი პასეულობის ზენიტი. ვესწრები რა თქვენს მიერ მუსლიმთათვის საგანგებო გამართულ საპატიო სუფრას როცა სრულია საქართველოს. მინდა მუსლიმი თემის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ და რომ ჩვენ ყველა ერთად ერთმუშტად შეკრულები ყოველთვის ვიქნებით საქართველოს საიმედო დასაყრდენი. ჩვენ ყოველთვის ვჯერა ბატონო პრემიერო თქვენი, რომ თქვენი უშუალო მონაწილეობით საქართველოში ტრადიციული ერთიანობა და ერთოჯახობა შენარჩუნდება. აღთოვანებას ვერ მალავთ მუსლიმები, რომ პირადად თქვენ ნამდვილი ქართველის აზრით დააფიქსირეთ და ქართველი ოჯახის ტრადიციულობასთან დაკავშირებით და თქვენ სამი ვაჟიშვილის მამამ საკუთარი ოჯახით აამაღლეთ და მთელი საქართველოს ერთ ოჯახად შეკარით. გულით ვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას, რაც ჩვენს წმინდა წიგნში და წიგნის და ყურანის შესატყვისია, აეთების შესატყვისია. თქვენი ასეთი სამართლიანი, ზნეობრივი და სულიერი მუხტით დატვირთული მიდგომები ნამდვილად წაადგება მთელი საზოგადოების გაჯანსაღებას და ჰარმონიზაციას. გისურვებ მარად წარმატებებს და წინსვლას ყველა საქმეში. კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები, დიადი ღმერთი გფარავდეთ. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო კიდევ ერთხელ. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, სახელმწიფო მოხელეობა, სასულიერო პირობა და ძვირფასო დამსწრე საზოგადოება. პირველ რიგში თითოეულ თქვენთაგანს მინდა მოგესალმოთ. 11 თვის სულთნის რამაზანის თვეში თქვენთან ერთად ყოფნით მოხარული ვარ. ამ ღონისძიების ინიციატორს, მთავრობის მეთაურს მინდა მადლობა მოვახსენოთ. ასევე მუსლიმური დღესასწაულების და ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისათვის საქართველოს მუსლიმი თემის სახელითაც მადლობას გიხდით. შემთხვევით ვისარგებლებთ თქვენ საქართველოს და მსოფლიოს მუსლიმებს დამდეგ რამაზან ბაირამს. მილოცავ უზენაეს ღმერთს შევთხოვ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ოჯახებში ჯანმრთელობა, ბედნიერება, მშვიდობა და ბარაკა ყოფილი იყოს. და უზენაესმა ღმერთმა
ამ თვეში შესრულებული ყველა ლოცვა და ვედრება მიიღოს. როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც მუსლიმებით დასახლებულ რაიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფტრის ვახშამი გაამართეს და რამაზანის მოსალოდში ბანერები განათავსეს, რასაც მუსლიმი მოსახლეობა სიხარულით და კმაყოფილებით შეხვდა. ჩვენი იმედი გვაქვს თქვენი ბრძნული პოლიტიკით, რეკომენდაციებით და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად ერთობლივი თანამშრომლობით მრავალ კონფესიურ და მრავალ ეთნიკურ ქვეყანაში ტოლერანტობა, რელიგიებისა და ერების შორის მეგობრობა და შემწყნარებლობა უფრო გაძლიერდება. ამ ძვირფას სადღესასწაულო დღეებში ყველას გისურვებთ, რომ უზენაესმა ღმერთმა წმინდა სასუფეველში თითოეულ თქვენთაგანის მარხვა, ლოცვა და ვედრება მიიღოს. უზენაეს ღმერთს შევთხოვ, რომ მისი მოწყალება ჩვენი სამშობლოს არ მოაკლოს. ქვეყნის სიძლიერე, სოციალური ეკონომიკური სიძლიერე, ერების და რელიგიების შორის შემწყნარებლობა და მეგობრობა დაეცვას. ამინ. ასალამუ ალეიკუმ.